House of Dragonis მესამე სეზონში მოვლენები უკვე ყოველგვარ პოლიტიკურ დიპლომატიას გასცდება. ჯორჯ მარტინის წიგნის ცეცხლი და სისხლის მიხედვით ეს სეზონი იქნება ყველაზე სისხლისმღვრელი, სადაც ორივე მხარე უმძიმეს დანაკარგებს განიცდის. აი მოვლენების დეტალური ქრონოლოგია და განვითარება. 1. საკლაპავის საზღვაო სასაკლაო, The Battle of the Dollar. სეზონი დიდი ალბათობით დაიწყება იმით, რაც მეორე სეზონის ფინალში მომზადდა. Eilond Hightoweris მიერ მოკავშირედ აყვანილი ტრიარქიის ფლოტი, ესოსის სამი ქალაქის ალიანსი, მოემართება კორლის ვალარიონის საზღვაო ბლოკადის გასარღვევად. ტრაგედია შავებისთვის, ამავე დროს რეინირას უმცროსი შვილები, ჯეგერის და ვისერისი, გემით მიემგზავრებიან პენტოსში, რათა უსაფრთხოდ იყვნენ. მათ გზას სწორედ ტრიარქიის ფლოტი გადაუჭრის. პატარა ვისერის მტრები ტყვედ ჩაიგდებენ. ჯაკერისის თავგანწირვა, პრინცი ჯაკერის ველარიონი, რეინირას უფროსი ვაჟი, თავისი დრაკონით ვერმაქსით და ახალი დრაკონის მხედრები, ულფი, ჰიუ და ადამი, ბრძოლაში ერთვებიან გემების გასანადგურებლად. ბრძოლა საშინელი და ქაოტურია. ვერმაქსი ძალიან დაბლა დაფრინავს, ისრებით დაშავებული ზღვაში ჩავარდება და იღუპება. ჯაკერისი ცდილობს გემზე გადახტომას, მაგრამ მტრის მშვილდოსნები მას ისრებით განგმირავენ. შედეგი, შავები მართალია მოიგერიებენ ფლოტს, მაგრამ რეინირა კარგავს თავის მემკვიდრეს და უფროს ვაჟს, რაც მას საბოლოოდ დაუკარგავს მოწყალების ნებისმიერ სურვილს. 2. რეინირას მიერ რკინის ტახტის აღება. სანამ მწვანეების მთავარი ძალა, ემონდი და ვეგარი, ჰარენჰალისკენ მიემართებიან, რათა დემონის არმიას დაესხან თავს, დემონი და რეინირა გენიალურ მანევრს მიმართავენ. დაცარიელებული დედაქალაქი, დემონი და რეინირა ხვდებიან, რომ მეფის სავანი, King's Landing დაუცველი დარჩა. რეინირა თავისი ახალი დრაკონების არმიით თავს ესხმის ქალაქს. ოქროს მოსასხამიანები, ქალაქის მცველები, რომლებიც კვლავ დემონის ერთგულები არიან, აჯანყდებიან შიგნიდან და ქალაქის ჭიშკარს ხსნიან. რეინირა რკინის ტახტზე, რეინირა ტრიუმფით შედის წითელ ციხესიმაგრეში და ჯდება რკინის ტახტზე. დედოფალი ალისენტი და ჰელენა ტყვედ ვარდებიან. თუმცა რეინირა ვერ პოულობს თავის მთავარ მტერს, მეფე ეიგონ იეს. 3. ეიგონის საიდუმლო გაქცევა და დრაკონის ქვა. სანამ რეინირას დრაკონები ქალაქში ეშვებიან, ლორდ ლარის სტრონგი ცალფეხა მოასწრებს დასახიჩრებული მეფე ეიგონის და მისი გადარჩენილი შვილების მალულად გამოყვანას ციხესიმაგრიდან. მტრის ბუდეში დამალვა, ლარისი ეიგონს გადამალავს იქ, სადაც რეინირა საერთოდ არ მოელის, თავად რეინირას კუთვნილ კუნძულზე, დრაკონის ქვაზე, დრეგონსტონ. ვინაიდან რეინირა მთელი თავისი ძალები დედაქალაქში გადაისროლა, მისი მთავარი ციხესიმაგრე თითქმის დაცარიელებულია. ეიგონის ძალების აღდგენა, ეიგონი იქ ფარულად იწყებს ადგილობრივი მცველების გადმობირებას, რომლებიც რეინირას მმართველობით უკმაყოფილოები არიან. აქ ის პოულობს თავის დრაკონს, მზის ცეცხლს, Sunfire, რომელიც მეორე სეზონის ბრძოლის შემდეგ ნელ-ნელა შუშუშებს ჭრილობებს კუნძულზე. 4. რეინირას პარანოია და ნდობის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ რეინირა ტახტზე ზის, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ხაზინა ცარიელია, მწვანეებმა უფრო მანამდე გადამალეს, ხალხი შიმშილობს და რეინირას მეფე რეინირას, ნაცვლად მეფე ტარტიპს სასტიკს, არქმევს მაღალი გადასახადების გამო. ღალატი ტამბლტონთან, დასავლეთიდან ჰაითაუერების დიდი არმია მოემართება პრინც დეირონისა და მისი დრაკონ ტესარიონის წინამძღოლობით. რეინირა მათ დასახვედრად აგზავნის თავის ორახალ მხედარს, ჰიუ ჩაკუჩს, ვერმიტორის მხედარი და ულფ თეთრს, ვერცხლის ფრთას მხედარი. თუმცა ქალაქ ტამბლტონთან ბრძოლისას, ჰიუ და ულფი მოულოდნელად უღალატებენ რეინირას და გადავლენ მწვანეების მხარეს. ისინი ქალაქს ცეცხლში ჩააბუგებენ. პარანოიის დასაწყისი, ამ უდიდესი ღალატის შემდეგ, რეინირა კარგავს გონებას შიშისგან. ის ფიქრობს, რომ ყველა ნაბიჯვარი მხედარი მოღალატეა. ის ბრძანებს ადამ ვალარიონის, ზღვის კვამლის მხედარი და ნეტის გოგონა, რომელმაც დრაკონი ცხრის ქურდი მოათვინიერად დაპატიმრებას. კორლის ვალარიონი ამის გამო უპირისპირდება რეინირას და შავების ბანაკი შიგნიდან იშლება. 5. დემონისა და ემონდის ლეგენდარული დუელი, Battle Above the Gods. მას შემდეგ, რაც ემონდი გაიგებს, რომ რეინირამ დედაქალაქი აიღო, ის სრულ ჭკუიდან გადადის. ის მიატოვებს კრისტონ კოლის არმიას და თავისი გიგანტური დრაკონით ვეგარით იწყებს მდინარეეთის მიწების გადაცვას. დემონი ხვდება, რომ ამ ტერორის დასრულება მხოლოდ მას შეუძლია. გამოწვევა ჰარენჰალში, დემონი მიფრინავს ჰარენჰალში და მარტო ელოდება ემონდს 13 დღის განმავლობაში. მეტ 14 დღეს ემონდი და ვეგარი ჩნდებიან. ომის პიკი, ორთაბრძოლა ხდება ტბის, ღმერთების თვალის გაზაე, თავზე ღრუბლებში. ეს არის ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე ცნობილი დუელი. დემონი, კარაქსესით და ემონდი ვეგარით ჰაერში ერთმანეთს გლეჯენ. სიკვდილის ნახტომი, როდესაც დრაკონები ერთმანეთს ჩაიჭიდებიან და წყლისკენ ვარდებიან, დემონი გადმოხდება თავისი უნაგირიდან ჰაერშივე ეცემა ემონდს და თავის ვალირიულ მახატს, ნელდას, Dark Sister, პირდაპირ თვალში ჩაასობს მას. ორივე დრაკონი და ორივე მხედარი ტბაში ვარდება. არავინ გადარჩება. სეზონის სავარაუდო ფინალი. მესამე სეზონის ბოლოსთვის რეინირა დარჩება სრულიად მარტო, დემონი მკვდარია, მისი უფროსი შვილები დახოცილები არიან, ახალმა მხედრებმა უღალატეს, ხოლო დედაქალაქში ხალხი მასობრივად ჯანყდება, რასაც მოჰყვება დრაკონების თავშესაფრის, დრეგონპიტის დარბევა. სეზონი სავარაუდოდ დასრულდება იმით, რომ იძულებული რეინირა გარბის მეფის სავანიდან დაბრუნდება დრაკონის ქვაზე, სადაც მას ციხესიმაგრის ჭიშკართან. ჩასაფრებული მეფე ეიგონი და მისი დრაკონი მზის ცეცხლა ელიან. ეს მოამზადებს ნიადაგს მეოთხე დასკვნითი სეზონისთვის.